4 დასროლა იყო, დიდი ალბათობით ნომერმა ისროლა. Tio, გაიქცევა ეგ. რელა ფეთქოში ყურე. იყო სროლები ნომრებიდან ერთი სული მაქვს მევიდე გავიგო. ბიჭებმა რაკნეს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. Сегодня нас 5 только человек. Ну, в общем, в основном будет надежда на собак. Такая погода и все. Значит, вот русско-европейские лаечки, видите? Да. Значит, вот на дороге, везде на полувышках будете. По дороге, пожалуйста, внимательно, что может машина ехать, понимаете? Да, поэтому конечно. очень внимательно. В лес, грибники или что. Ну, и насчет грибников вы все знаете. Все то же самое, соблюдая технику безопасности. Это самое, 2, 2, 4. Нас же 11 охотников получается, да? Да. Значит, тогда 3 на дороге поставим. И этих самых 5 и 6 человек будет по электролинии стоять. Вот загон отсюда туда. В загоне есть весь зверь. Здесь олень, лось, кабан. Все будет в загоне. Значит, смотрите сами. Хотите мясо, стреляйте. Нет, ждите, что трофей. Ну, тут есть трофейные. И лось, и олень есть. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ეხლა კი მცირედი ჩაჭრა. სანამ ნადირობის კადრებს იხილავთ, მინდა შეგახსენოთ, რომ კროკო შოპი გვიდგას გვერდით და მისი კეთილინებით გათამაშდება 4 ვაუჩერი, 3 50 ლარიანი, 1 100 ლარიანი. ვინც დაწერს ჰეშტეგით კროკო შოპი კომენტარებში, მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას და საკმაოდ დიდ შანსს, რომ მოიგოს ეს საჩუქრები. ასე რომ არ დაიზაროთ, დაწერეთ ჰეშტეგი კროკო შოპი. ვიყურეთ. დღეში დაიწყო ნომრების გადანაწილება. ეს ადგილი პრინციპში ჩვენთვის ნაცნობი არის. შარშან, ბაჭომ და ირაკლიმ აქ მოინადირეს ერთიანად, ერთობლივად. ეხლა ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი და მოხდა გადანაწილება. გლულულიანები წამოგვიყვანეს აქეთკენ 4 კაცი. ხრახნიანები და კიდე 2 გლუვი წაიყვანეს იქითკენ წავიდნენ მანქანებით. მე ისევ ჩემი 27 თუ არ ტყვიები, ესე იგი ამათი ტყვიებიც არის, მაგრამ შარშანდელი დატოვებული მონოლითები გვქონდა, ჟაკანი ძალიან კარგი ხარისხის და მაქვს 2 ჰიბერშოკი. მშვენიერი ვაზნები არის. სასროლად ნორმალური დღეა. გააჩნია როგორ ნომერში მომიწევს მე თვითონ განთავსება. მივალთ ახლა მალე დავლაგდებით და სულ მალე შევხვდებით ნომრიდან. პრინციპში ყველა დადგა. პირველი ნომერი ბაცოს შევხვდა მაღრაძეს, მეორე ნომერში ბატონი რევაზბეზაშვილი დადგა, მესამე ნომერში ბატონი გიორგი მეტრეველი და ბოლო ნომერი თქვენ მონამორჩილ სერგო წილად ხვდა, ასე ვთქვათ. ძალიან მომწონს ეს დღე. საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება და ნახოთ აბა ღმერთი რას გვაჩუქებს. დავდექით ნომრებში. აქეთ გას ჩემს იქეთ 2 ნომერი, აქეთ გვერდზე ჩაკეტილია მთლიანად ტყე. აქეთ გება მარლენი. მორეკვა იწყება იქედან. აბა დავველოდოთ მოვლენების განვითარებას. პირველი დღე წარმატებული იყო. ეს არის მეორე დღე. მეორე დღის პირველი ნადირობა. დავდექი.
ჩემს იქით არავინ არ არის, ეხლა ეს მიდის ერთ-ერთი მარეკი იქიდან დაიწყებს, ძაღლებს ჩვენს წინიდან შეუშვებენ. საკმაოდ დიდი ტერიტორია მერგო საკონტროლებელი. ანუ სასწაულად კარგი არის, მხედველობა ნორმალური მაქვს. მთელი ეს მინდორი არის ჩემი დასაფარი, ასე ვთქვათ. და ძაღლების ხმიდან და ხმაურიდან გამომდინარე, აი სადაც ხედავთ ახლა ეგერს, იმის იქით კიდე შენი დასაფარი არისო მეუბნებიან. ანუ თავი ბოლო აქეთ იქით სარბენი მაქვს ერთი 150 მეტრი. გააჩნია ალბათ ძაღლების ყეფას და ხმაურს და ნუ ნადირი რა გზას აირჩევს, ცხოველი რა გზას აირჩევს. აბა, წარმატებები ბიჭებო. როგორც შეგვირდით, ერთი ჰიპერშოკი, ერთი ცესტონური მონოლითი. ყველაფერი უნდა იყოს კარგად. სარეკი ალბათ 15 წუთში დაიწყება. სანამ ამ ბიჭები მეორე ზოლზე განლაგდებიან, როგორც მარლენი ამბობს, გვაქვს დრო რომ ბუნებას შევერწყათ. ბუნება კი ძალიან მომხიბვლელი არის ნამდვილად. გუშინაც აღვნიშნე, დღესაც გავიმეორებ. ცოტა ჟინჟლავს წვიმა გვაქვს და შესაბამისად ძალიან კარგი სუნი დგას ტყეში. წიწვის, ბალახის, ხავსის, მიწის, ბუნების და ტყის. მონადირე კაცს რა თქმა უნდა ძალიან მხიბლავს. ძალიან კარგი იქნება თუ რამე მოვინადირეთ, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, გეფიცებით რა. იმაზე მეტად რომ მე მოვინადირო, მირჩევნია ბიჭებს, ვისაც არ უსვრია იმათთან გამოვიდეს სანადირო ობიექტი და ისინი იყვნენ დღეს გახარებულები. მასეა ეს. სარეკი დაწყებულია, მართალია თვითონ ეგერ მაგვითხრა რომ ძაღლების იმედი უფრო გვაქვს, იმიტომ რომ ტყე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა მთლიანი ტყე შეძლოს დავაწიაკოთ, ამიტომ უფრო ორიენტირებულები იყავით ძაღლის ხმაზეო. წვიმს ისე რა, მაგრამ ხარისხიანად ასველებს და ტემპერატურა კიდევ აშკარად არის სადღაც ალბათ 5-7 გრადუსი. არის რაღაცები, რაც არ მისმის. ანუ სარეკი რო აქედან წავიდა, ხა ჩემგან დენის ხო იდეაში ნადირს, მაგრამ ალბათ იმისი იმედი აქვს, რომ აი ესე წამოსული სარეკიდან გამოვა. არ ვიცი, ჩუმად ვარ ველოდი. სარეკი გამწდა უკვე. უშინაც ეგრე იყო. აი, ატყდა დასროლა. მიდით ბიჭებო, კარგია. 4 გასროლა იყო, დიდი ალბათობით ნომერმა ისროლა. ჩემგან შორს ალბათ ერთ 600-700 მეტრში ყრუთ მოვიდა სროლის. ბიჭებო, მიატარეთ, გენაცვალეთ.
ირაკლი გილოცავ წარმატებულ გასროლას. მეც გილოცავთ. მოუნათლე ჩემი იარაღი. ძალიან გახარებული ვარ. ძალიან კარგი ნასროლი იყო მეც. ხედავდი თქვენს ნასროლს და შემოგევლე. ორივე ჩვენი მონადირებული გვერდ წვანა. დედა და შვილი. როგორც მე და შენ ვართ ერთად, ისე უნდა იყოს ჩვენი ნანადირები. იმ პირველმა აიტანა. დიდი რომელიც გამოვიდა, თქვენ პირველ რომელსაც ესროლეთ. მეც ველოდებოდი ხელსაყრელ პირველს, მაგრამ კი, ის დიდი. ხო, ეგ გამოვიდა. პირველად რო ვისროლე და მე გამოაგზელა სიარული. გამოაგზელა სიარული, მაგას აი ჩემგანაც თითქოს იყო სასროლი და რაღაცა მაინც გაურისკე. და მეორე გამოყვა ის პატარა. ხო. აი აქ არის. Спасибо, дорогие. Собачки не шли, да? Собачки по следу шли. მაგერიქით გავიდა, ყორი. მორჩი. არა, მოდის კიდე. პატარას უნდა ვისროლ. ის ვეღარ მივიბეს. მავიღე. გათავის ატრიელებიან და აი სარტყია. არ მესმის. თან სიგარეტ გავიღე. მოიცა, აქედან მოდის. აი, მოიცა. არ შველი არა. ესეც კახას მონადირებული. ძალიან კარგი შველი. აქეთ არის მანდრა არის. აქეთ ღორი. ტახი უფრო სწორად. ოჰო. კარგი ტახია. ეს ერთი სროლით, ხო? Магари. Оружие есть? Я думаю, что двух положил. Один лежит, ну, второй, я думаю, что рядом лежит. Не, я увидел, что упал. Нет, сигаретка была. Мамка была с 2 сигаретками, и сигаретка убил я. Адреналин, да? Я отсюда убил следующий номер. Один лежит, второго сейчас найдем. Я думаю, что двух убил я. И маленького 100%, он лежит. Я стрелял. Вот там в лесу. Это один. И второго... Было 2 сигаретка? Да, 2. Второго не стрелял. Только этого. Только одного? Да. И больше не ищем здесь? Нет. И еще до этого большого стрелял. Большого, без сигаретка он был. А куда? С рогами? Он тоже вот так пошел. О. Где твой лежит? სად? კამერაში ვახრობდი 30 მეტრაში აი გიზაში ვარ გამოღებული და შენი დეკა თუ მალე. მე მალენი მგონია აქა. ეხლა მოვდიოდი ჩვენი ბიჭებისკენ რა. მინდა რომ ვნახო იმათი ნანადირებებს და თუ მისალოცია მიულოცო. და გზად შემხვდა აი ესეთი ლამაზი სოკო.
წარმოდგენა არა მაქვს. რა სოკოა. მაგრამ სილამაზემ შემაჩერა. ბიჭებო, სად არის თქვენი ნანადირები? დაფანტულია აი აქ. მართლა? შენ ხო ორი დააგდე. მე ერთი ცალი დავაგდე და წერავამ, მე მაგისი პატარა ბეიბი რა. ხო და რა შესროლი შენ? მე დედას, ნეტო, спасибо за напоминание. კი. აჰა. და საში. спасибо. ბავშვობა. შენ რა მოგილოცო? სავარაუდოდ ორი ლოცვა. ყოჩა. Полем. спасибо. благодарю вас. Вая. Иди сюда, то застрелят тебя и тут, блядь, еще. აი თოთო ხორცი გვინდა მეთქი. ხო, სიგალეტკა მოვაწო. ყოჩა. Ну что? ხე ორი სიგარეტა დავტოვეთ. ყოჩა. ახი დავაგდე იქ დიდი. ვა, მართლა. შველის ბიჭო, რას ლაპარაკო არ გადამრიოდო, ვა. ახი შველი და ლოსი. აბა. და დიდი შრომანიში. რას ეძებთ ახლა? კამერაში განაღებ 30 მეტრაში იდგა. ქებიანის დააგდე? ზურასთან გავიდეს მეთქი და აცდა. ბიჭო რა მომივიდა? ესე გიოსტაჭი მოვიდექი იმაზე, რა ქვია იმას, ვიშკაზე. შენ ხოფი გილოცო? არ მოხსენი იმიდან რა ქვია იმას. აბა რა მოინადირე? წველი. ხო. ახი. ხო არ მიჩოვლი ნომერში ვდგავარ ვიშკაზე. კი, მეც ყოველთვის ბოქსინი მაქვს. კი. გიოსტაჭი მოვიდექი არ მოხსენი და ეგ ამავისა და რო გამომივიდა და კარგად რომ მედგა და გავუსწორო და რო გამოვკარი. არ გავარდა იმიტომ რომ იმას წველზე მყავდა და რომ მოხსენი წველიდან კარგი. რომ მოხსენი წველიდან აი აქ მომიწია ტყეში სროლა. აი ბიჭო რასავა, მახს შორიდან ესროლე, ხო? სიასია კუჩუ. ის ერთი აქ მოვყალი ხო. ამოდია. და სიგალეტკა. ხო, სიგარეტკას ვესროლი. ხო და დედას აღარ ვესროლე რა. დიდი ალბათობით ეს მორეკვა მორჩა. არ იყო გრძელი მორეკვა და ახლობით 9 საათი 35 წუთი გრძელდებოდა. იყო სროლები ნომრებიდან ერთი სული მაქვს მევიდე გავიგო. ბიჭებმა რაკნეს. გასპაძინ შილაკაძე, შენი ვაშკაცე? ნახე ბიჭო, როგორი ეგზემპლარია, ნახე. ერთი კიდე შიგნითა. მამუკა, რა ვის ორი გამოგივიდა? თუ მოყოლა გინდა ძმაო, ასე იყო, რომ დავინახე, რომ ნელა გამოვიდა წიდან და რქები დავინახე რა. მაგრამ ხო იცი მამლებს აქ ზეჩვევა რა. მე იქითა ვიშკაზე ვიდექი და ჩემ ვიშკაზე იქ. ბიჭო, და ვიცი რომ ეხა მტყეში სროლა ძალიან რთულია და გზაზე უნდა ვესროლო და ვემზადები აი ამ გზისთვის, მაგრამ იმასთან ვაკულტურებ მოძრაობაში და პერიოდულად დავინახავ ხოლმე, მაგრამ გოგაჩერდა შიგნით დავინახე. მე კიდე გაინძრა, კიდე და უყურებ რომ აი დავწორო მე გზაზე რომ გამოვარ, უნდა ვიცოდე რა ადგილას გამოვა. მაგრამ და ბიჭებო, ვიღებ რა. ამ დროს თვალი, ხო იცი ეს ამ თვალით რა იმას უყურებ და ამ თვალით უსმა დავინახე რომ შავი რაღაცა გადადის გზაზე. დედალი გამოუშვა პირველი, ის დედალი არის რა. გაწირა. ხო, გაწირა დედალი და აი ამას ხო უყურებდი და მოვტრიალდი პირველი ეგრევე ვესროლე ამ დედალს. ვესროლე და აი ვესროლე ისიც ამ ადგილას იყო რა და ეგრევე შევიდა ტყეში ისე და მეორე ვესროლე უკვე ვაფშე ვეღარ ხედავდი. ხო. მაგრამ მაინც ესე იგი მონადირული რა წინსრება გაუკეთე და უკვე ტყეშივე კიდე ერთ წელი ჩავამატე. ამ დროს გამოვიხედე აქედან რაღაცა ფიჭვები გაინძრა. ნელა აი ესე ვიხოდე ხო გამოვიდა და სროლა ხო იცოდა და გამოვიხედა აქედან მხარეს რა. მაგრამ ხო ვიშკაზე ვერ ხედავს ისა. გზას გახედა. მანქანა არ დამეტყვა არავინ არ არის და აი ეს იპარება, ლოსი იპარება, კუნდელი იპარება ხოლმე ხო ისე და აი ამ ადგილას რო ვესროლე და როგორც ქანდაკება გაჩერდა, გადაღებულია, გაჩერდა ვაფშე დადგა ეს. ანუ ნახეთ როგორი თემა არის, ხა ადგილობრივმა გითხრა რომ დაზუსტებული არა, მაგრამ ნუ თითქმის დაზუსტებული ინფორმაციით აღებული არის კიდე ერთი ლოსი. აღებული არის შველი, აღებული არის 3 ახალგაზრდა ლოსი სიგალეტკას რასაც ეძახიან და ტახი. ტახა მაიღო ტახი, და შველი. შვენიერი, რა იყო, ჩავლერი, აგეწყინა არისტაფანი. შვიდიანები დასვა ჩემპიონი. დამოძანე იმას რო გიყვებოდი. ნელი ხოდი თო. ჩვენ შიგნით ბოლომდე არ შევა. მაგრამ კვალი, ასე გადმოვედი. კვალი მესამე. აი, კვალი და აი სისხლი. იგენეთ. ამის იქით ეხლა მოვიდნენ მონადირეები, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი რეკომენდირებული თემა. ესა იქით ყველა არ ვიცი, მაგრამ უფრო აქეთ მესმოდა ხმები რომ წამოვიდე. ეგ არის მეგონის სისხლი და რაღაც აი. ამა დავიდეთ ნახოთ ვენახე. გიო ნახე.
არი კვალი რამე. აი აქაც არის, იქაც არის, ნუ კარგათაა აქ დაგწულ. ახი სულ სისხლის კვალი არის რა. ეს ვერ წავა შორს. მაგრამ შორს რა შეიძლება 300 მეტრი ირბინოს რა, იმ ხელა ცხოველი არის გიორო. გიო გაიქცევა ეგ. ნელა ფეხქვეში ყურე. არჯუნი გაიქცა ძაღლი მე მგონი. ოპა, კითხარი მარჯვნივ მიყავს, ასე ვერ გადაუჭრე. Еще. Ну что, спорим, братка, разряжаемся. Ну еще стреляем. Не, подожди. Возьми. Молодцы, возьми. Возьми, молодец. Вот так, давай. Бери. Вот. Давай, молодец. Встали. Как вас зовут? Вася. Ваша, ну ты красавчик. Ваша, надо быстрее было вам двигаться, я уже понял. ბაჯიკო, შენ გვეცი პატივი. შენ დაგვინთავრე, შენ მოგევლე? დაიღალე. ხარფერი ასე რა ქნა, კაცო, გამოგიჩნდა უნდა გესროლ. შავი ბიჭო. ხარია. ხარია, ძმაო. შვენიერია. იცი რას გეტყვი? ფეხში ქონდა მორტყმული, ძმაო და ფეხში მორტყმულით რა გითხრა ეხლა? რა სიტყვი ბატონო მამუკა, შენ ფეხში რო გქონდა მორტყმული და 500 მეტრი რო გვარბენინე. შენ და შენ მალოსმა. ვაჯი, გილოცავ შემოგევლე. Арчаба. მე შენ გილოცავ. Აბა ამას შეგიძლია როგორ გასული. Как он стрелял? Ого, великолепно. Стал боком, получается, лось. Ну и он произвел выстрел. Хороший выстрел. Спасибо. ვისულოთ სავ მეგობრებო ვის უნდა მიულოთ მეგობრებო და მაგიტუარ რა 4 მოთვალი ხო მარტი მეორე წელი კაცო ზურამაც მოკლა მეც მოვყალე მარლენმაც მოკლა არავამაც მოკლა ეს რო გაშლილია უკვე სატროფეოა რა ეს აბზის სატროფეო აი ქვევითაც აი აქაც გაშლილი არის უკვე სატროფეოდ ითვლება გილოცავთ პატივცემულო. ყოჩახ, ნამდვილად კარგი ნამუშევარია. ეს ნახში მაგარი დღე იყო. შენთან იყო რა? ირემი მოტრიალდებოდა, ირემი არ იყო ამ დღეს. აი მამუკამ რო ესროლა, მებო ფეხში აქ გარტყმული. წინა ფეხში. წინ ვესროლე მე რა. ირბინა იმის დედავატირე, გადაღებული მაქვს 1 წუთი არ გამომითავს, 9 წუთი მოვანდომეთ სირბილით იმინა რა. და ბატონმა ვაჯამ ერთი ზუსტი გასროლით არა მე ვაჟას ეხლა ისიც ვაჟამ რა უთხარი შენ ხარ გიორგის ნუ მიყვები მე უთხარი გოგა, ისე კარგად კოცნი ხალხს მოიტა მეც მაკოცე რა. ამაში რა მე დიდი ავიღე რა. ხო, ლოსი დავაგდე. მაშინ უნდა გაკოცო. უბრალოდ მეგობრული იყო ეს მოლოცვის არის. აუ მალე რა მაგარი დევნა იყო, იცი შევედით ამ დაჭრულოსზე. 1-200 მეტრში ძაღლებმა ყეფა დაიწყეს, ყვალი აიღეს და ვსდიეთ, ძმაო 9 წუთი არ გამომითავს GoPro იმინა ვირბინეთ, რასაც ქვია და დაეციეთ. დავეციეთ, ვაჟიკომ ჩაუჭირა, გიო წავიდა მარცხნივ, ვერ გაიგო, ვეუბნებოდი რომ გიო მარჯვნივ მესმის, ხმა მარჯვნივ, კარგი სმენა მაქვს მე. არ დამიჯერა, წავიდა მარცხნივ და ვაჟიკომ დააბოლოა. ხალხო, მოკლედ, ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს, როგორც ინდულ ფილმებში ხდება ხოლმე და ფაქტი არის შემდეგი, რომ პირველ მორეკვაზე მეორე დღეს სასწაულად ლამაზი, შედეგიანი და კარგი ნადირობა იყო. რაც თავარია, ყველანი გახარებულები ვართ, აღზევებულები ვართ და ეს არის ალბათ ის, რისთვისაც ვიკრიბებით. ნადირობის შემდეგ მოვედით, ახლა
პატარა წავით ტრაპეზებთ და ჩვენთვის ნაცნობი გარემო სიტუაცია. ტრადიციულად ადგილზე წამოვედით და ამასობაში ოპა! ჩვენი დღევანდელი ნადავლი აი, ამას უკვე ეშვია აქვს, მაო, კაი ეშვია. გამოჩნდა. ახი, მაგარი ველი, ხია? სიგალეთ კალუსი, ძებელი რომ არის. სიგალეთ კალუსი, გიხვაწილაო. სიგალეთ კალუსი და ლოსი. ასევე მოსატანი აქვს ახლა კიდე ამას უამოიგებენ, აი აქ მონადირებული დიდი ლოსი. ესეც უკვე სრულად ჩვენი დღევანდელი ნანადირევი. ერთი დიდი მამალი, მეორე დიდი მამალი, ქები აქვს დაცვენილი, ეს ქებით არის. და ეს დედლები. აქეთკენ შველი და ახი ისეთია. კარგია რა. ყბებიანი. მეგობრებო, მოკლედ ნადირობას მოვრჩით, ასე გადაწყვიტა კოლექტივმა, ადგილობრივმა. ხვალინდელ დღეს დავისვენებთ და ამ დასვენების მომენტში ვეცდებით კულინარია ჩავწეროთ, რომელსაც ამ არხზევე იხილავთ ამ კულინარიას. მეგობრებო, დავიძარით ეხლა და წავედით. დავით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.